მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ გაშლა, რომელიც ვიცი რომ სულ ყველას ძალიან უყვარს, ნუ ბევრს ყოველ შემთხვევაში, როგორც ვატყობ. რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში, ხო? ნუ მის ცხოვრებაში და საერთოდ რაზე ფიქრობს, რა წუხებს, ანუ ყველაზე ძალიან რა აწუხებს და რაზე არ უნდა ნუ თქვა გითხრას, იმიტომ რომ მამაკაცებს აქვს ეს თვისება, რომ შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ გაგვიზიარონ ქალებს ახლა თავისი წუხილი, იმიტომ რომ ეგენი არიან, ნუ სხვანაირად არიან აწყობილნი ეგენი, იმიტომ რომ მაგათვის ახლა რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი გითხრან, არა იმიტომ რომ არ უყვარ ხარ, არა იმიტომ რომ შენ მაგ შემთხვევაში ვერ გადაუწყვეტ მაგას პრობლემას და ახლა წუწუნი და რაღაცა ეს ცოტა კაცების თემა არ არის ახლა უმრავლეს შემთხვევაში და ამიტომ ზოგჯერ ისინი არ გვეუბნებიან ჩვენ რაღაც მომენტებს და ჩვენ ვერ ხვდებით რატომ ბრაზდებით წყინს რაღაც მომენტების წინამდვილში არც უნდა გეწყოთ პირიქით უნდა გაგეხარდოთ რომ ძალიან ძლიერი მამაკაცი ყავთ რომელსაც შეუძლია ყველაფერი ნუ სხვის დახმარების გარეშე ყოველ შემთხვევაში ქალის დახმარების გარეშე თავისი პრობლემები გადაწყვეტოს და გაუმკლავდეს. ეხლა ვნახოთ ჩვენ სიგნიფიკაციად რა ხდება თქვენ შორის, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს თქვენ პარტნიორზე იქნება საუბარი და მე უკვე როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული კითხვები, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ მივიღოთ პასუხები, რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში, ხო? ეხლა თქვენ შორის რა ხდება ვნახოთ. თქვენ შორის რა ხდება ვნახოთ. რა ხდება თქვენს შორის ჩემო კარგებო და პრინციპში იცით რა ძალიან მაგარი კარტი მოდის შემიძლია გითხრათ. ეგრევე გამოვიდა თვითონ თქვენი მეფე. აქ არის თასების მეფე, აქ არის ძალიან თასების მეფე საერთოდ ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი ანუ სტიქიის, ხო, ანუ ამ შემთხვევაში გრძნობების მართვა. აქ არის ადამიანი, რომელიც პრინციპში ნახეთ ახლა даже ვეტყოდი რომ იმდენად არაჩვენებს ამ თავის ემოციებს, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორ არის ამ შემთხვევაში აი ამ პოზიციაში даже ვეტყოდი რომ ცოტა შეიძლება даже ნერვიულობს იმაზე, რამდენად ის რაც მას აქვს ჩაფიქრებული გამოვა თუ არა, იმიტომ რომ არის ძალიან ეს მიმართული ეხლა რაღაც აი იცით როგორ არის სტაბილურობა უნდა სხვათა შორის კიდე ამისთვის ძალიან აი აქ რა ხდება მე ვეკითხები даже თქვენ შორის, მაგრამ აქ უკვე მაჩვენებენ იმას, რომ უშუალოდ, აი როგორც თქვით, ჩვენ უკვე ხო სივრცეში შევედით, უკვე თვითონ უკვე თქვენი პარტნიორის მამაკაცის აჩვენებენ ენერგიას რა. იმიტომ რომ მე აი თითქოს კიდე ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს. ეს ადამიანი ეხლა არის თავის კომფორტულ ზონაში. კომფორტის ზონაში როცა ზის ადამიანი ძალიან ძნელია რომ რაღაცნაირად ნუ ამოძრაო რა ესეთ ნუ შეიძლება აწყობს ყველაფერი როგორც არის რანაირად არის მაგრამ ეხლა აქ რაღაცა გადაუდებელი საქმეები რომელიც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ეს ფიქრობს ეხლა და თქვენ პრინციპში კი აი თქვენ აგერ წყვილი ხართ თასების დედოფალი და თასების მეფე ანუ თქვენ პრინციპში უნდა იცოდეთ რომ მას აქ რაღაცა ეხლა საქმეები რომელიც აუცილებლად უნდა თქვა გადალახოს. ნუ აი даже ყველაზე ბანალური შემიძლია თქვა ვიღაცას მანქანა გაუფუჭდა და იმას აკეთებს და ეხლა ცდილობს რომ მალე გავაკეთო რომ მე უკვე კაი ხასიათზე ვიყო, შეიძლება კაი ხასიათზე მოვიდა უკვე ეგაც და კი ბატონო, იმიტომ რომ აქ არის უკვე კი შეიძლება აქ ვიღაცასთან ეხებოდეს თემა შვილს დაუშვათ და რამე თქვა შეიძლება ოჯახში გაქვთ რამე სიტუაცია რომელიც ეხება თქვენ შვილს და ეს მზად არის რომ გადაწყვეტილება ნუ რაღაცა დაგეხმაროთ ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და მაგრამ აქ უკვე როგორია ფიქრე უკვე ქმედებაში გადადეს რა და კიდე შეიძლება რამე ნახეთ ცვლილებაც არის თქვენს ურთიერთობაში თქვენი პარტნიორის გამო ის იცვლება რაღაცნაირად იცით ანუ შეიძლება даже უფრო ეხლა ნუ
აქ ნამდვილად მოხდება ცვლილება, იმიტომ რომ აქ ჯერ წყვილში სიყვარული არის, ახლა ეგეც ცოდეთ. კი, შემიძლია თქვა, რომ ვიღაცა რადგან საჯარო გაშლა შეიძლება მანძილზე იყოს ურთიერთობა, მაგრამ აქ ადამიანი მიისწრაფება სახლისკენ რა, იქ სადაც არის ეს ადამიანი, კარგად გრძნობს თავს. და პლუს კიდე ცვლილება იმაში არის, რომ შეიძლება ამ ადამიანმა უკვე თუ დაუშვათ ადრე არაფერს ესეც არ აკეთებდა, ეხლა უკვე თავისი სიყვარულის გამოხატვა დაიწყო რაღაცა პატარ-პატარა ქმედებებით. მიხვდით? აი ესეთი სიგნიფიკაცია, იმიტომ აქ არის ეხლა რა თქმა იმპერატრიცა არის აქ ახლა. კი, თქვენ ახლა ნერვიულობდით, ელოდებოდით მის ქმედებებს დიდი ხანია და აი ახლა ამოქმედდა, კი ბატონო, ამოქმედდა. იმიტომ და ეს მე შემიძლია გითხრათ აქ როგორი ისტორია შეიძლება იყოს ამ წყვილში. ქალი არის თვითონ ძალიან, იმპერატრიცა ეს უკვე სრულყოფილი, როცა შეიძლება უკვე აქ გინდათ ცოლიც შეიძლება იყოს, ეხლა კიდევაც ამ საჯარო გაშლაში თქვენი დაიჭირეთ. შეიძლება ეს უბრალოდ თქვენ გიყვართ ერთმანეთი, ცოლი არ ახართ თქვენ ამ მამაკაცის, მაგრამ ისტორია როგორი იცით რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ თვითონ გოგო გრძნობდა რომ მე საერთოდ ჩემი ცხოვრება მე თვითონ შევქმენი, ჩემი თავი მე შევქმენი, მე ყველაფერი მეშობა, შვილები გაზარდა უკვე, შეიძლება შვილიშვილებიც ყავს. უკვე შევქმენი და მაგრამ სიყვარულის თემაში აქ დაჟე ნახეთ როგორი მომენტში, აქ სიყვარული გვაჩვენებენ რომ ერთმანეთი უყვართ. უბრალოდ შეიძლება ადამიანი აქ არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება სხვაობა იყოს რამე ასაკში დაუშვოთ თუნდაც, მაგრამ შეიძლება პრობლემა იყოს შვილის გამო დაუშვოთ, ახლა ვიღაცას შვილი გინდოდათ, მაგრამ არ გამოდიოდა თქვა რაღაცის გამო. სხვადასხვა სიტუაციები შეიძლება იყოს აქ ჩაქსოვილი, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. და სულ მოლოდინში იყავით თქვენ, გოგო აქ იყო მოლოდინში, რომ როდის ბოლოს და ბოლოს შენ რამეს გააკეთებ. ისეც რომ მე რო გამეხარდება დაუშვოთ, იმიტომ რომ იცით რა არის, კი შეიძლება ქალი იყოს შეძლებული, ყველაფერი ქონდეს, ყველაფერი თვითონ შეუძლია რომ გააკეთოს და თავის თავს ახლა რაც მას სურს გაუკეთოს, მაგრამ მაინც ახლა რა თქმა უნდა ეს ვერ გადააგდებ იმას, რამდენიც არ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი შეგვიძლია თვითონ გავაკეთოთ, რომ სიამოვნებს, როცა თქვა ჩვენი პარტნიორიც მონაწილეობას იღებს ურთიერთობაში და დებს ურთიერთობას თანაბრად მონაწილეობას იგივეს რა, სხვადასხვა თქვა ახლა სფეროთი რა. და აქ რაღაცა თითქოს ის სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი თქვენ გაწუხებდა, დიდი ხანი თქვენ თითქოს როგორ იცით, გამოდიხართ რა, იმიტომ ვერ გამოდიოდით, იმიტომ რომ ადამიანი გიყვარდათ, მაგრამ რაღაცა შეიცვალა, იცით, რაღაცა აქ შეიძლება ხანძლივი ურთიერთობაც იყოს, მაგრამ რაღაცა შეიცვალა, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა დამიჯერეთ რომ ადამიანს ახლა თუნდაც როცა სხვაობა არის ასაკში, მაგ მით უმეტეს ახლა წარმოედგინეთ, ახლა თქვენ უკვე გამოიარეთ რაღაცა გზა, თქვენ უკვე რაღაცა ისწავლეთ, თქვენ უკვე რაღაცა იცით და ეს პარტნიორი თქვენი ახლა მოყვება თქვენ, ხო, იმას არა აქვს მაგდენი გამოცდილება, კი არის, ან ზოგი ისეთი რომ ნამდვილად ახლა პატარა, მაგრამ ახლა დიდზე უფრო მეტი ჭკუაგონება აქვს და იცის არაფერი არ ეშლება, მაგრამ ყველა ეგრე არ არის, ზოგს ჭირდება დრო. და აქ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, როცა ბევრ რამეზე გული გტკიოდათ. ნამდვილად, არ მოგწონდათ რაღაცა, მისი ქმედება, მისი გაწუხებდათ ეს შეიძლება, მაგრამ როგორი მომენტი, იცით, აქ ცვლილება წავიდა, იმიტომ რომ ეს პერიოდი შეხედეთ როგორი საინტერესო იყო. ნერვიულობა კი ბატონო, მაგრამ თითქოს თქვენ ეს ამ ნერვიულობა მოგიტანათ ის, რომ თქვენ თვითონ განახლდეთ, მოდით ასე ვთქვათ რა. ასე ვეტყოდე, რომ ეს თითქოს აუცილებელი პროცესი იყო თქვენთვის.
რომ უფრო და უფრო მეტად დაგეფასებიათ თავი, უფრო მეტად თქვენ თვითონ ეტყობა რაღაცაში ამოქმედეთ, თქვენ თვითონ დაფიქრეთ თქვენი სულის განკურნებაზე, შეიძლება რაღაცა პროგრამები გაიგეთ თქვენ რა გაწუხებდათ, ხო? ის მომენტები რო თქვა, ანუ შევცვალე, რაღაცა პრაქტიკების გაკეთება დაიწყეთ. ანუ პრინციპში აი ეს ამ ადამიანმა ძალიან დიდი ცვლილი აქვს ამ ადამიანს იმაში, რომ თქვენ შეიცვალეთ, იცოდეთ. აი ეს ძალიან დიდი ცვლილება არის. კი ბატონო, ანუ ეს ადამიანი ახლა აი თითქოს მოგიტანა დიდი გამარჯვება რა. კი, ბევრი რამე ისწა, ბევრი პროგრამები, რომელიც თქვენ გქონდათ, თქვენ ამის მეშვეობით დაამუშავეთ, შემიძლია გითხრათ, აი ნამდვილად რა და სხვათა შორის ზოგი ამის გამო წავიდა ეზოტერიკაში. ნამდვილად, ანუ ყოველ შემთხვევაში თავისი თავი აერჩია უეჭველი, ზოგმა მართლა დაიწყო, აი ნახეთ, ან თქვენ წახოთ ეზოტერიკაში, ფსიქოლოგია ისწავლეთ, შეიძლება რამე კურსები გამოიარეთ და ყოველ შემთხვევაში აქ ცოდნა ამის მეშვეობით დიდი ცოდნა მიიღეთ, თქვენ ეცოდეთ. აი ძალიან დიდი ცოდნა მიიღეთ რა. კი, აი ძალიან. მაგრამ განთავისუფლდეთ ახლა რაღაც, ანუ უკვე როგორ ხართ იცით, ანუ შეიცვალეთ და არჩევანი გააკეთეთ იმისი, რომ ნამდვილად აი აქ რაღაცა ყურუმი გახდა. კი, ან გადაწყვეტილება მიიღეთ, იმიტომ რომ არა არის იცით, პრინციპში, ნუ მაგას ვამბობ მე სულ, მოდით ასე ვთქვა. აი რატომ არის ხშირ შემთხვევაში, რომ თქვა დაუშვათ გამოდის, რომ ადამიანი ახლა წავიდა ეზოტერიკაში, ან ფსიქოლოგიაში, ან თვით შემეცნებაში. იმიტომ რომ მე სულ მაგას, ნუ ეს უკვე ანალიზი მე ახლა რო გეუბნებით, ახლა მე მარტო თეორეტიკი კი არა, პრაქტიკოსიც ვარ და თეორია და პრაქტიკას ერთად რა თქმა უნდა რაღაც სიტუაციებს ახლა მაგას ვიძიებ და სწავლობ. და უკვე დაკვირვებული ვარ და იმიტომ გეუბნებით რომ პარტნიორს უსმინეთ და იმიტომ გეუბნებით რომ ეს მარტო წაკითხული არა მაქვს რომ კარმული ურთიერთობაში ან საერთოდ პარტნიორი როცა შემოდის ის ახლა დაუშვათ ჩვენზე მოქმედებს და ჩვენთვის ჩვენ გვეხმარება ეს ასე არის ეს არის 1000%-იანი სიტუაცია როცა ადამიანი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ეს არ არის არც უცნაურობა არც არაფერი უბრალოდ ჩვენ მაგით ვითარდებით როგორ აი ჩემ პრაქტიკაში მე მაგალითად მყავს უამრავი ადამიანი ვინც მოდის ჩემთან კონსულტაციაზე თითქმის აი 90% ჩემი მოსწავლეებს ვინც არიან დაინტერესებულები თუნდაც ტაროს შესწავლის და არიან მოვიდნენ ურთიერთობიდან ანუ გამოჩნდა პარტნიორი ან ტრანზიტული ან ყოფილი ან რაღაცა ახალი რომელმაც მისცა ბიძგი იმისთვის რომ თუნდაც გავიგო ეს რა ხდება როცა ადამიანმა შეიძლება ახლა ეძება ინფორმაცია სხვა წყაროებში და ვერ იპოვა ეს პასუხები და მე უკვე მიმართა ტაროს მოდიან რამდენიც გინ ადამიანები რომ აი დიდი ხანია თქვა უყურებ თქვენს ვიდეოს კიდე რაღაცა ინფორმაციას და მე გადაწყვეტილება მივიღო რომ აი მაინც ამ ადამიანმა გადაწყვეტილება მიმაღებინა ნუ ქვეცნობიერად რომ მინდა რომ თქვათ ნუ გავიგო ბოლოს და ბოლოს ეს რა ხდება ხო ხდებით ანუ ნელ-ნელა შეყავხარ თქვენ მაგ სიტუაციაში მე მოდიხარ თქვენ დაუშვით ჩემთან და იმის გარდა რომ თქვენ იგებთ სიტუაციას თქვენი თქვენ პარტნიორთან ხო რა ხდება თქვენ შორის რა ხდება თქვენ ხა რადგან მე მატრიცასთან ერთად ვაკეთებ დიაგნოსტიკას ესე იგი მე თქვენ კიდე იქიდან გეუბნები თქვენს პროგრამებს რომელიც შეიძლება ირთობა ეხლა და რომელიც მოქმედებს ეხლა თქვენზე და რო ეს ადამიანი მოდის იმისთვის რომ თქვენ გაგაღვიძოს იმიტომ რომ ჩვენ რაც რო გავიხსენოთ უნდა ვიცოდეთ და ანუ ჩვენ რაღაცა ვიცით და უკვე ჩვენ როცა რაღაცა გვაინტერესებს ეს იმას ნიშნავს ზუსტად რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და გაგვაღვიძოს რა ხო ხდები და ამიტომ როცა უკვე ჩვენ ვაკეთებთ დიაგნოსტიკასთან ერთად მატრიცას იქ მე სხვა რაღაცებსაც გეუბნებით შეიძლება და ნუ ეს ასე მუშაობს რა ასე მუშაობს და ეხლა გინდა იჯეროთ გინდა რა და ამიტომ სულ გეუბნებით რომ ურთიერთობას უნდა უყუროთ ჩვენ არა მხოლოდ იმით რომ აი ვნება კარგი სექსი მაქვს ანუ თქვათ კარგი თქვათ ფულიანია იმიანია არა რა ანუ ეს
მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის თქვენ ცხოვრებაში, გინდა ფსიქოლოგია, სადაც გინდა პარტნიორი ყოველთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ მაგის მეშვეობით ვიზრდებით, ვითარდებით და ვსწავლობთ. თუნდაც ეს იყოს ტკივილის მერე, თუნდაც ეს იყოს კარგი ქცევის, არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ბიძგს იმისათვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ, განვითარდეთ. აი ეს მინდა რომ გაიგოთ სულ ყველა და მაშინ ბევრი რაღაცა სხვანაირად შეწავა მე ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის ეს არც საკუთრება ჩვენი არაფერი, ეს არის ადამიანი და ამიტომ არ არის საჭირო აქ ჯადოების და რაღაცების კეთება და არ იქადა ჩემი მარტო იყოს, ის იქნება შენთან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უნდა იყოს და დანარჩენი ყველაფერი სისულელე არის. აი ესეც სხვანაირი მიდგომა როცა გექნებათ, უფრო ნაკლებ ტკივილსაც გადაიტანთ. აი იმიტომ არის აქ რო სიგნიფიკაციაში მაჩვენებს, რომ ადამიანმა აი ტკივილები გამოიარა, მაგრამ მე მიხვდა, რომ აი სულზე იფიქრა, გაიგეთ, ჯერ თავიდან შეიძლება თქვენ მართლა იქ რაღაცას თქვენებურად ფიქრობთ, შეიძლება დაშორდეთ ბევრჯერ, ისევ დაიწყეთ ურთიერთობა, ისევ დაშორდეთ, ისევ დაიწყეთ, შეიძლება წლების მერე ადამიანი გამოჩნდეს. გაიგეთ და ისიც იქნება დაუშვათ, მე დაიკარგა, მე ისევ გამოჩნდა. მიხვდეთ? აი ეგეთი რა, ეს აი ძალიან საინტერესო რამეა და როცა შენ უყურებ აი იმ კუთხითაც, რომ აი რისთვის არის ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, უფრო მაგარი ურთიერთობა ხდება და არა მხოლოდ თქვათ ახლა საყოფესო ცხოვრებელები თქვათ თვალსაზრისით, რომ უყურო ადამიანს, რომელიც შემოდის შენ ცხოვრებაში, ყველა ვართ უნიკალურები და ყველა ვართ რაღაცისთვის ვიღაცის ცხოვრებაში. ნახოთ აბა მის თავში რა აქვს, ახლა დღეს მან არასაც გამოვიყენებ, მინდა რომ რაღაცა კითხვებზე რა აქვს ახლა მაგას თავში ვნახოთ, რა აქვს ახლა სულზე, გულზე. ყველაზე ძალიან მაგას ახლა აი ახლა ეს მინდა როგორც გადასტა ამისთვის. ყველაზე ძალიან ვნახოთ ახლა მას რა აწუხებს. ნახოთ ახლა რას გვეტყვიან. ყველაზე ძალიან რა აწუხებს, რაზე არ გეუბნება, რას ფიქრობს თქვენზე, თქვენს ურთიერთობაზე, ესეც ვკითხოთ. რა ადგილს იკავებ თქვენ მის გულში და ვკითხოთ ახლა, აი გაუმკლავდება თუ არა ეს ადამიანი თავის პრობლემებს და როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობაზე. ესეც ვნახოთ. მოდით აბა. კარგი, დავიწყოთ. ნუ ეხლა მაგას თავში რა აქვს, იცით, ეხლა პრინციპში ფიქრობს რაღაცა დახმარებაზე ფიქრობს რა. მაგრამ იცით რაზე, როგორი უფრო მომენტი, აი ეხლა ვეტყოდი, რომ თქვენთვის რამდენად რა შეუძლია კიდე გააკეთო, რომ თქვენთვის იყოს საჭირო. აი აქ უფრო ესეთი ენერგია მოდის ახლა რა. ნამდვილად ახლა ეგეთი მომენტი მოდის. ანუ ახლა რა აქვს თავში, აი რაღაცას ელოდება მეთქი აქ არ ელოდება, აი ფიქრობს რა, რითი შემიძლია დავეხმარო, დაუდგე მას გვერდში, იმიტომ რომ ნუ ეს ამისიდან ახლა შემიძლია, ახლა ეს არის მსახური წყლის, ანუ ესეთი რამე არის, როცა ადამიანი ფიქრობს, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რა რითი დავეხმარო, რითი დაუდგე გვერდში, აი ეგეთი მომენტი. მოიცა კიდე რას ფიქრობ თავში. ამას ვერ გაჩვენებთ, ეს არის ეს არის დედოფალი ცეცხლის, ამას ვერ გაჩვენებთ. მაგრამ ფიქრობს თქვენთან ძალიან როგორ არის, იცით, თქვენ ახლა სულ თქვენზე ფიქრობს ეს ვაიმე ღმერთო ჩემო. ესე იგი ნახეთ რა ხდება, აქ თქვენ ხართ მაგისტრის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სექსუალური პარტნიორი, ისე როგორც საყვარელი პარტნიორი, როგორც აი იცით ძალიან ესეთი ტიპი ხართ, რომ ანუ სულ ხედავს, რომ რაღაცას აკეთებთ, რაღაცას შეიძლება თქვათ, სწავლობთ, რა ვიცი, რაღაცას თქვათ, ანუ ძალიან საქმიანი გოგო ხართ რა, მაგრამ ეს დახმარება რატო უნდა თქვენი, არ ვიცი, მაგრამ ფიქრობს, რომ ალბათ შეიძლება რომ დაგიდგეს გვერდში, არა, იცით, აი მართლა გეუბნებით, თქვენზე ფიქრობს ეს, აი ხა გეტყვით აქ როგორი სიტუაცია, აქ და დახმარებაზე კი არა, გეტყვით რომ ნახეთ რა საინტერესოა.
იმდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის თქვენ. ანუ ყველა დარგში აბსოლუტურად, რომ ეს ახლა იმას ფიქრობს, რომ არავინ მოიტაცოს. აი ზოგჯერ აქაც ეს სურვილი დაუმალო სადმე, რომ არავინ არ მოიტაცოს, არავინ არ დაენახოს, ეს ჩემია ეს რა. და აი ნამდვილად რომ ის რა ქვია, აქ ეჭვიანობს იცოდე თქვენ. მაგრამ როგორ ჩუმი ეჭვიანობა აქვს. იცით როგორ არის? აი მაგი ძალიან ხათაშორის ნერვიულობს შეიძლება იმაზე, რომ თქვენ თქვათ დაუშვათ, ან უხეშად თუ და ან ყურადღებას თუ არ მიაქცევთ, იცით? აი ეგეთი რაღაც ენერგიები არის რა. გოგოებო, ერთი რამე იცით, ეს არ ვიცი ვისთვის იქნება ინფორმაცია, არ ვიცი. ყველასთვის არ იქნება, აი რაღაცა პროცენტს იქნება პატარა. თუ თქვენს მამაკაცს, თქვენ იცით, რომ მას ყავს ვიღაცა და თქვენ იცით, რომ თქვენს გარდა ვიღაცა ყავს, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ამას არ უნდა რომ გქონდეთ ჩხუბი და ამას ეშინია, რომ თქვენ არაფერი გაიგოთ. რაიგეთ, შეიძლება თქვენ ეჭვი გაქვთ, მაგრამ ეს ახლა ცდილობს, რომ თქვენ არაფერი გაიგოთ. ეს მაგისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. კი, აქ ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია, ყოველთვის არა ნამდვილად. რა აქვს სულზე? რა არის, იცით, ახლა ეს ადამიანი რას ფიქრობს, იცით, გეტყვით. აქ ისეთი სიტუაცია, სულზე როგორ არის, იცით? ნახეთ. ზოგჯერ შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, აი აქ გოგო არის თვითონ ძალიან ესეთი წარმატებული ტიპი. თან ხო გითხარით, ახლა იმპერატრიცა ხართ რა თქვენ და ახლა კი იმას ხვდება, რომ თქვენ, აი ზოგჯერ ნახეთ რა აწუხებს, რომ შეიძლება ფიქრობს თუ სხვაობა არის ასაკში და თქვენ ძალიან ისეთი განვითარებული, ყველანაირ დარგში ხართ, თქვა ფინანსურად და ასე შემდეგ, რომ მაგი მიყურებს ზოგჯერ ზემოდან და შეიძლება ფიქრობს, რომ აი მე უბრალოდ აი რისთვის ვყავარ, აი რისთვის ვჭირდები, აი დაუშვათ როგორც ის რომ თქვათ უბრალოდ უნდა რომ ყავდეს, თქვათ ეს ლამაზი, თქვათ სათამაშო. ნახეთ როგორი ის არის, აი აქ ნახეთ გოგო რა მხლა ვარსკვლავი არის და აქ ახლა ეს ოსკარის ის არის სტატუეტკა და ანუ ესე იგი, უჭირავს ხელში და ანუ თითქოს აი რო გითხრათ ჩემი ჯილდო, არა. ეს ამას განიცდის, შეიძლება ამას განიცდის, რომ თქვენ ბევრად ან დიდი სხვაობა გაქვთ, ან даже უფრო მეტად გეტყოდეთ, რომ ეს იმას განიცდის, რომ თქვენ მაგას უყურებთ ზემოდან, უფრო მეტი ხართ. აი ეს. და გულზე აი იგივე, აი აქ არის იგივე. ნახეთ, აქ გეუბნებით, ეს იქნება სხვა, ეს იქნება რაღაცა იმათვის, უფრო ვისაც სხვაობა აქვს დასახში. რა დიდი ხანი არ გამიკეთებია, ხო ხედავთ, რომ თვითონ სამყარო მეუბნება, რომ სადაც მამაკაცი უმცროსი და გოგო უფროსი, არ გამიკეთებია, კაი ხანი ეს გაშლა და აგერ მოითხოვა თვითონ და აი ზუსტად ამას აქ როგორ იცით, რომ თითქოს თქვენ მას უყურებთ არასერიოზულად და ამას იმიტომ უნდა რომ თქვენთვის საჭირო იყოს, ხო ხდებით? ანუ ამას უნდა რომ დამინახოს მე, რომ მეც შემიძლია დაუდგე გვერდში, მაგრამ თქვენ აი აქ სულ ისეთ როლში ხართ, როცა თითქოს ეს ფიქრობს, რომ ზემოდან მიყურებს. მიხვდით რა ხდება? ეხლა ნახეთ, ეხლა რა აწუხებს ყველაზე ძალიან, ნუ აქ რაღაცა თვირთი აქვს ამას, რაღაცა შეიძლება სამსახური აწუხებს, გაიგეთ, იმიტომ რომ აქ ისეთი ის არის, მიხვდით შენ. აბა რა რა გაწუხებს აქ ყველაზე ძალიან? რაღაცა სიტუაცია, რომელიც აი ნამდვილად რომ უნდა რომ რაღაცა სირთულეები აქვს ამას, ძალიან ბევრი შეიძლება პასუხისმგებლობა აღებული, იცით? შეიძლება თქვათ, ეხლა რამე პრობლემებიც გქონდეს და ის აწუხებს, რომ აი თითქოს როდეს დასრულდება ეს ყველაფერი რა? რა აწუხებს ყველაზე ძალიან? ამას ნახეთ, ამას ძალიან უნდა რომ რამე შეიცვალოს. იცით რა არის? გეტყვით ეხლა ნახეთ. აი აქ გოგო არის მნიშვნელოვანი ძალიან ამ ადამიანისთვის. მაგრამ ეხლა როცა წყვილში, ხა როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც, ხო?
მამაკაცი როცა თავს ვერ გრძნობს ისე რომ ეგ არის ძლიერი და ეს ახლა მას შეუძლია ყველაფერი თქვა, ნუ ქალზე უფრო თქვა შემომტანი ან ურთულია ძალიან სხვათა შორის მამაკაცისთვის იყოს ესეთ ქალთან, რომ ნუ როცა იცეს მამაკაცმა რომ ამას ყველაფერი შეუძლია თვითონ გააკეთოს. ეხლა ეს კი ერთი მხრიდან შეიძლება მამაკაცს უფრო ადუნებს მომენტ, მაგრამ თუ მთლად ისეთი არ არის ალფონსი და რაღაც ის აწუხებს და შეიძლება მაგას კი არ გაჩვენებს დაუშვათ, ნუ ან ცდილობს რომ არ გაჩვენოს, მაგრამ შინაგანად აწუხებს ეს პრობლემა, რომ ანუ მე ასეთი ძლიერი არა ვარ, იმიტომ რომ მამაკაც უნდა რომ გქონდეს ის ძალა, გქონდეს რომ ეს სირთულეები შეიცვალოს და სხვანაირი თქვენთან გამოჩნდეს, ასე რომ ვთქვათ. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აქ არის უკვე ნუ როგორც თვირთი ისე ადევს ის რომ მას არ შეუძლია თავისი სიძლიერე აჩვენოს და მე თქვენთვის ბევრჯერ მითქვია რომ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატვა თავისი სიყვარულის ქალისადმი მატერიალური მხარით. ანუ მამონტი მოვიტანე, ქალმა რა გააკეთა, შეკერა იქიდან თანსაცმელი, საჭმელი გააკეთა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მამაკაცისთვის, გაიგეთ? და როცა ამას ვერ აკეთებს, ჩვენ კი ვბრაზდებით, რომ აი ესეთი ხარ რაღაცას, ხო, ესა ძალიან არასწორი მიდგომა სხვათა შორის. ხო, ამით უფრო კიდე ეს ადამიანი, ნუ ან იკეტება, ან გეჩხუბება, ან შენ ფული გინდა სულ, ან რაღაც, ანუ დავისებური რაღაცა რეაქციას აჩვენებს, გაიგეთ? მაგრამ შინაგანად, როცა შენ უყვარ ხარ, ძალიან უნდა რომ ეს გქონდეს, მაგრამ ნუ ახლა აქ უკვე ძალიან ღრმად ვერ შევალთ ჩვენ ახლა საჯარო გაშლა, შენ ყველას თავისი რაღაცა გაკვეთილებს გადიან და მამაკაცებიც რა თქმა უნდა, მარტო ქალები ხარ გადიან. იმას აი ეს ქალი იმისთვის თქვათ არის მიცემული, რომ იმან თავისი ამოცანები რაღაცები თქვათ გადალახოს, ხო და დახუროს, ხო? თქვენი. ამიტომ ახლა ამას უნდა რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ უკვე ძალიან მძიმე არის, თვირთი არის ძალიან მძიმე მაგისთვის და ეს ძალიან აწუხებს მაგას. ნახოთ რაზე არ უნდა რომ გელაპარაკოს მაგან. რაზე არ უნდა გელაპარაკოს? აი ფულზე სხვათა შორის ფინანსებზე არ უნდა გელაპარაკოს მაგან. კიდე რაზე არ უნდა გეცეთ რა გითხრათ, ნახეთ ახლა. ეხლა გეტყვით, ნახეთ, შეიძლება აქ არის კიდე როგორი მომენტი. ეხლა ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია. სხვაობა ასაკში ხო ვთქვით, ნახეთ. შეიძლება აქ არის შეუძლებელი, რომ დაუშვათ თქვენ იყოთ როგორც ცოლ-ქმარი წყვილი. რაღაც პრობლემა არის, ხო? და მაგრამ აი რა თქმა უნდა, რომ თქვათ ეს ბიჭი არის აქ უფრო ვეტყოდე თავისუფალი. იმიტომ რომ აქ არის განდეგელი. და მაგრამ ეუბნებიან შეობესხვებიც, რა ითქვათ, ოჯახს როდეს შექმნი და ასე შემდეგ. ამას ახლა რა აკეთეთ, ეს სიტუაცია მაგას აწუხებს, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა, მაგას არ უნდა დაუშვათ, ნახეთ, აი რო იყო შესაძლებლობა, მან აქ უკვე თქვენ მისი ცოლი იქნებოდეთ, ხო დაუშვათ. მაგრამ ნუ ვინც არა ხარ ცოლი, მაგ თქვენთვის ეს ინფორმაცია, მაგრამ არ უნდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი მაგას, რომ აი ოფიციალურად რომ იყოს ეს ოჯახი, იმიტომ რომ მაგან არჩევანი გააკეთა ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, ისე როგორც არის ეხლა. ანუ თქვენს გვერდით და რაღაცა არ უნდა მაგან ილაპარაკოს რომ და პლუს კიდე შეიძლება даже მომენტ არ უნდა რომ ვინმე გაიგოს მისიანმა, რომ თქვენი ურთიერთობა იმდენად მისთვის ბედნიერებას ანიჭებს, იმდენად კარგად არის, რომ აი ზედმეტად თუნდაც მონდეთ ახლა ასე ვთქვათ, არ უნდა რომ ვინმე რამე გაიგოს. გაიგეთ, ნუ ეს ვიღაცისთვის იქნება ესეც ინფორმაცია საჭირო. ან არ უნდა ამ თემაზე ილაპარაკოს. აქ даже ნახეთ, არ ვეტყოდი იმაზე, რომ პასუხისმგებლობა დაუშვათ არ შეუძლია და იმიტომ არ უნდა თქვენთან დაუშვათ სერიოზული ურთიერთობებს. არა.
არა. აქ უშუალოდ ის არის, რომ მაგი ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ თითქოს თქვენ ხართ მისი ანუ რაც აწუხებს მაგას გულზე, ხო, აქ ნამდვილად ადამიანს არ უნდა თქვენი დაკარგვა, ხო, არ უნდა თქვენი დაკარგვა, თქვენ მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, ვინც რა არ უნდა უთხრეს ამას, გაიგეთ? მან თავისი არჩევანი გააკეთა, ბევრი რაღაცების, ვთქვათ, ვინმე გააკეთა, კარგად ვარ, ეს არის, მე ამასთან მინდა ვიყო, მე ამასთან ბედნიერი ვარ და არ ვაპირებ არაფერს დამტკიცებას, ჩემს ბედნიერებას იცავს, გაიგეთ და მაგრამ თქვენ თუ დაუშვათ ახლა ანუ საერთოდ არ უნდა ამ თემაზე საუბარი, აი თქვა ოფიციალურ ოჯახზე, გაიგეთ, აქ ორი ვარიანტი არის, თქო, ან არ უნდა რომ ოჯახმა გაიგოს, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანია და არ უნდა ახლა იქ ვინმეს რამე უმტკიცდეს, მე კარგად ვარ და არ მაინტერესებს ხოსე ასე, იცოდეთ აი ეს არის ეს მომენტი რა. რას ფიქრობს თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე, ნახოთ, რაზე ფიქრობს ეგა და აი ზუსტად იმას ფიქრობს, რომ აი ეს ამაზე ნერვიულობს ეს ადამიანი, რომ მე როგორც გითხარით, თქვენ რომ ვერ აკეთებს, აი ძალიან განიცდის სხვათა შორის, აი ძალიან უზომოდ განიცდის იმაზე, რომ ვერ აკეთებს იმას, რაც მას უნდა და ანუ ეხლა თუ დაუშვათ ახლა ტრადიციული სიტუაცია, ყველა ხო არ არის ესეთი ადამიანი, ვინც წავა თქვა ტრადიციების წინააღმდეგ, თუნდაც იმის გამო, რომ დაუშვათ ვიღაცამ რამე არ ელაპარაკოს, თქვათ, ხო? ეხლა მამაკაცისთვის საერთოდ აი დააკვირდეთ ეხლა თქვენ, აი თუნდაც ეხლა ტელეფონი აქვს, მაგას ჩვეულებრივი ტელეფონი უჭირავს ხელში და თვითონ იყიდა ეს ტელეფონი და თქვენ რო უთხრობთ, რა ბანზე ტელეფონი გაქვს, ძალიან ეწყინება. იმიტომ რომ ეს მისი არჩევანია. და საერთოდ მამაკაცი, ამიტომ ეს ქალზე რომ ვიღაცა, რაც ნუ ხალი აირჩია და ანუ ხო არის მაგალითად ახლა არიან ზოგი მე ვთვლი უთვინო, გინდას გეწყვეტ, გინდა არა, დედები, ვინც ცდილობს რომ თქვა ახლა კი შეიძლება შენ ფიქრობ რომ ეს არ არის თქვა შენი შვილის შესაძლებელია, მაგრამ ახლა იმას თუ უყვარს, ხო ეს მისი გზა, ეს მისი გაკვეთილია, რაღაცა უნდა გაიაროს ამ ქალთან და ანუ არ უნდა დაუდგე შენ რომ არა მე უფრო კარგად ვიცი. კი, შენ უფრო კარგად იცი შეიძლება, მაგრამ შენ ახლა ამით შენ შვილის ფრთებს აჭრი მომენტ რა. იმიტომ რომ მან უნდა რაღაცა გაიაროს, ან ნუ რაღაცა უნდა ისწავლოს ამ ქალთან და თუ ასეთი მიზიდულება აქვს და თუ ასე უყვარს, დაანებეთ თავი და იყოს ამ ადამიანთან ის რა ქვია, ეს მისი არჩევანი უნდა იყოს, გაიგეთ და აი ჩვენ რო დედები რო ერევიან, მე ანუ კაროჩე ეს კიდე ვიღაცის თავისი გზა, მაგრამ აქ რა ხდება? აქ უბრალოდ ადამიანი იმას განიცდის, რომ ეთყობა ვერ მიდის აი ტრადიციული ოჯახის შენ შეიძლება ყავდეს. ან არ უნდა რომ თქვათ ვიღაცა მის რჩეულზე რამის თქვას, რომ მე არ მინდა რომ თქვათ ვინმესთან უსიამოვნებები და რაღაცები და ამიტომ და რო ვერ აკეთებს ამ ნაბიჯს დავუშვათ რომ აი ვაღიარო ვანახო თქვათ, ხო? ვაკეთო ის რაც მე მინდა, როგორც მე მინდა თქვათ, ნუ აი სხვისი აზრები რო არ გავითვალისწინო, ამაზე განიცდის ძალიან, გაიგეთ, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა მაგისტრის აი ძალიან მნიშვნელოვანი არის. განიცდის, აქ ძალიან განიცდის. მე რა საშინლად არის, აი იმენა განიცდის რა. იმენა გულის ტკივა ნერვიულობს, რომ აი ვერაფერს ვერ კიდე რა არის, კიდე რატო ხარ ასე ძალიან განცდებ შეება მითხარი ამ ურთიერთობაზე. უფინანსობით. აი გეუბნე, აქ ძალიან კაი ადამიანია სხვათა შორის აქ, რომ კი, იცით როგორ არის, ამას ძალიან უყვარს ეს ქალი, მაგრამ აი ეს სიტუაცია, როცა დავის თავს ჭამს ეს ადამიანი, ნუ რაღაცა პროცესი ეთყობა არის მაგისთვის, იცით რა, ეს ცუდი კი არ არის პრინციპში, იმიტომ რომ ეს ისიც მაგაშიც რაღაცა პროცესები არის, თქვენ ჩართეთ ეთყობა ეს რაღაცა პროცესები, რომ ხო უნდა გაიზარდოს, ხო? ესეც მაგარია, არ არის ცუდი, თქვენ ახლა რო არ გეუბნებათ და ანუ მაგრამ ნახეთ ეს ურთიერთობა როგორ აგდებს მაგას განცდებში რა და თქვენ უყვარ ხართ ძალიან,
თქვენთან ბედნიერად გრძნობ თავს. ამით ამ დროს უნდა რომ დადგეს და იკივლოს და იწილოს, ეს ძალიან მაგარია ზოგჯერ. ნახეთ, ეხლა გეტყვით რა. სადისტი და სადისტი არა ვარ. უბრალოდ ვიცი ეს როგორ მუშაობს. როცა აი ხო გითხარით, რომ ზოგჯერ ნელა მიდის განვითარება, ზოგჯერ ზოგი ახლა ჩქარაც, მაგრამ ჩვენ ახლა აქ პროცესს ვხედავთ ნელ პროცესს რა. და ანუ როცა ადამიანი უკვე ეჩვევა, როცა ადამიანი ხედავს, რომ ეს მისთვის კარგია, ვის უნდა მის დაკარგვა, ხო? მაგრამ რო არ დავკარგო და ახლა ერთი თუ ვითარდება და მეორე თუ სადღაც ბოლოში არის, ესეთ ურთიერთობაში ადრე თუ გვიან მაინც დასრულება იქნება, იმიტომ რომ მე აიტანს, ხო? ნუ შეიძლება კაცმა თქვა არ მიატოვოს თქვა თავისი ცოლი და წმა საყვარელს ნახავს, ხო? უფრო ისეც, მაგრამ რაც არ მისცემს ცოლი, იმას მისცემს საყვარელი. მაგრამ შეიძლება ახლა ქალის მდგომარეობის სიტუაციაში ქალი თუ ვითარდება, იმას შეუძლია რომ მიატოვოს, თქვა მამაკაცი და ამის შიშია, გაიგეთ რა გავაკეთოს არ იცის. ნუ ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ ეთყობა ფინანსურადაც არ არის ისეთი ძლიერი როგორც უნდა. აი აქ დაჟე ვეთყოდი რომ ღამე შეიძლება იღვიძებს, ან ცუდად ძინავს, თქვა ხო, ან რაღაცა სიზმრები შეიძლება იყოს, ნუ, იმიტომ რომ ისეთი იმდენად ბედნიერი არის ამ ქალთან, რომ არ უნდა, რომ თქვა ეს დასრულდეს, ასე თქვა, მაგრამ რაღაცა ხო უნდა გააკეთოს, იმიტომაც აი აქაც რომ თქვით რომ შიში აქვს იმისი, რომ შენ მაგას უყურებს თქვა ზემოდან რა, შენ მეტი ხარ, აი ეგეთი რამე და ამიტომაც გვაჩვენა რომ მინდა ვიყოს შენთვის საჭირო, მინდა ვიყო შენთვის საჭირო, შენ მინდა რომ დაინახო რომ მე შენთვის მინდა საჭირო ვიყო. აი ეგეთ რა ხდება. და ანუ რა ადგილს თქვენ იკავებთ მის გულში, ნუ თქვენ ხართ მისი მფარველი ანგელოზე. მისი მფარველი ანგელოზე. თქვენ ხართ მის პიროვნება, რომელზეც ეს ადამიანი სულ ფიქრობს. აი სულ, რომ იმიტომ რომ ძალიან აი მისთვის უმნიშვნელოვანი ეს მფარველი ანგელოზე ხართ მისი. და აქ არ არსებობს, რომ აი შემიძლია გითხრათ, რომ ამ არკანით, რომ თქვენ ხართ აი დაუსრულებელი ფიქრი. დაუსრულებელი მისი ფიქრი. აი თითქოს არა ამქვეყნიერი, აი რაღაცა ანგელოზი მოფრინდა ჩემ ცხოვრებაში. მართლა არ ვაჭარბებ გეუბნებით მართლის სიმართლის. ამავე დროს ხერთ თქვენ მაგისი ტრანსფორმატორით, გულის მალამოც და სულის მალამოც. აი როგორც კიდე შეთქვით. მე გეუბნებით. ნამდვილად ეს. აი, კითხვაც ნახეთ, ანუ თავის პრობლემებს გაუმკლავდება თუ არა? კი. კი, ნამდვილად გაუმკლავდება ამ პრობლემებს და ნამდვილად როცა ეს მოერევა ამ ყველაფერს აბსოლუტურად და გექნება ძალიან კარგი სიტუაცია, კი. კი, მაგრამ უნდა უბრალოდ როგორ არის, იცით, კი, სიყვარულის გულისთვის ნამდვილად ეს ადამიანი, კი. იმისთვის რომ თქვენ გაგახაროთ, უბრალოდ როგორი მომენტი არის, კი. ანუ გაუმკლავდება სიტუაციას მაქსიმალურად, იმიტომ რომ ნამდვილად ეს უნდა რომ იყოს ეს ურთიერთობა, უნდა რომ გაგახაროთ თქვენ და ნამდვილად უნდა რომ თქვენთან ერთად რაღაც ახალი ცხოვრება დაიწყოს, ისეთი რომ ბედნიერი და პენტაკლების ტუზე, რა თქმა უნდა, როცა სიუხვეც ექნება და ყველაფერი. ნუ აკეთ, ნუ იცით რა არის, უბრალოდ ხა, ნუ იზავს, დრო სჭირდება, კი. ამას რა არის, იცით რა ხდება, აი ეს შიში ამოძრავებს მაგას, რომ აქ სხვაობა 100,000,000%-იანი არის. აქ ძალიან ბევრი პაჟები წამოვიდა, იცით რა არის და ამიტომ ეს ადამიანი ნახეთ როგორი ქალი არის, ამის გულისთვის რამის არ გააკეთა, არ ვიცი ხა. რაღაც შუქით ხეს ცუდად არის აქ ჩემთან დაყენებული. კი, კი. აქ ძალიან კარგად იქნება. უბრალოდ რა არის, ეს ადამიანი თქვენთან სწავლობს, რა ვქნა, როგორც გინდათ. ასაკი არის საკმაოდ დიდი სხვაობა და ეს ადამიანი უბრალოდ აქ გადის თავის გაკვეთილებს, იმიტომ რომ თქვენს გადიხართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა იქნება გაუმკლავდება ყველაფერს და აქ მე ვერ ვხედავ დასასრულს, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს არ უნდა თქვენთან არანაირი დასასრული, არანაირი თქვა გამოსვლა ურთიერთობიდან. ნუ რო გითხრათ რომ თქვენს ჩქარობთ ახლა აქედან გამოსვლას არ ამგონია.
აქ უბრალოდ რა არის, იცით კიდე ამან უნდა შეცვალოს თავისი წრე. იმიტომ რომ იქ სადაც არის ამ თავის მეგობრებთან, იქ რაღაცნაირად ეს მნიშვნელოვანია ძალიან, რა წრეში ტრიალებს შენ. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ ახლა ხარ ესეთ მეგობრებთან, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, არაფერი არ უნდა, ეს ძალიან იშვიათად რომ შენ ახლა იქ დაუშვათ რამე გამოგივიდეს, ყოველთვის უფრო წინსვლა უნდა გქონდეს. ეს უკვე სხვა თემა, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. ამაზე დავამთავრებთ. მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.